რა არის ტრავმა, როგორ ამოვიცნო, მაქვს თუ არა ტრავმა და რა ხელსაწყოები არსებობს ტრავმის გადასალახავად. ოღონდ ეს ყველაფერი არა რაღაც თეორიული მასალიდან, არამედ გთავაზობთ ჩემს დაკვირვებებს, რაც არ არის ამომწურავი, თქვათ, თუ ამომწურავი ინფორმაცია გინდათ, რა თქმა უნდა მოიძებნება გადასარევად, თუმცა მე რაღაცა ისეთ აქცენტებს დავსვავ ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე და ჩემივე დაკვირვებიდან გამომდინარე, რაც ესე ვთქვათ, მშრალ თეორიულ მასალაში არ იშოვება პირიქით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სიტყვა ტრავმა შემაშინებლად ჟღერს რაღაცნაირად ადამიანი ამ სიტყვას ერიდება, ყოველ შემთხვევაში ისე განიცდება ეს ტრავმა, რომ თითქოს ვაიმე რაღაც საშინელება მოხდა, აქედან გამოსავალი არის, არ არის ღმერთმა უწყის და ვაი, მოკლედ როდესაც ახსენებს სიტყვას ტრავმა, ადამიანები იძაბებიან. რაღაცით ეს გასაგებია, იმიტომ რომ ტრავმა ესე ხალხურად რო გავრცელდა ეს სიტყვა, ეს საშიშად ჟღერს, იმიტომ რომ რაღაც ისეთ საშინელებებს დაუკავშირდა ეს სიტყვა, რომლისგანაც ადამიანები ფიქრობენ, რომ უკან დახევა ძალიან ძნელია და საშინელებაა და რო თქვა ტრავმა მიიღო ვინმე, ან მე მივიღე ტრავმა, ან ასე შემდეგ რაღაცნაირად გიყურებ, რომ ვაიმე, აბა ეს რა დაება, რაღაცა საშინელებაა ეს, ხო? ეს რა მოხდა? მართლა ტრავმა მიიღე? აი ესეთი განცდით არიან ადამიანები და მინდა რომ ტრავმას თვითონ სიტყვას ეს რაღაც კატასტროფა გამოვაცალო და მინდა გითხრათ რომ გარემო თვითონ რომელშიც ვცხოვრობთ საკმაოდ მატრაუმირებელია. არ არის ეს გარემო ისეთი რომელიც მხარს უჭერს რომ ადამიანი ტრავმების გარეშე განვითარდეს და გაიზარდოს, ამიტომაც ტრავმები ყველა ადამიანს ნაწილობრივ მაინც გამოუცდია საკუთარ თავზე. სხვადასხვა სახის არსებობს ესეთი ტრავმები, რომლებიც ერთჯერადად რაღაცა ძალიან დიდი მოხდა და ადამიანის ფსიქიკაში შთაბეჭდილება ძალიან ღრმად ჩაილექა. არის შემთხვევები, რომ ხანგრძლივ დროში არის განფენილი ტრავმის მიღების პროცესი, ეს არ არის რაღაც ერთი დღე ან თუნდაც ერთი თვე, არამედ წლები გრძელდება რაღაცა. და ამან საბოლოო ჯამში ტრავმა მიაყენა პიროვნებას. ასევე არის ტრავმები, რომლებიც სხვისი ტრავმა საკუთარად არის განცდილი. ესეთი ტრავმირების შემთხვევები არსებობს და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს ტრავმა ეხლა რაც აღწერე, ითვლება, რომ ფსიქოლოგიაში არის საკმაოდ გავრცელებული, სადაც ზოგჯერ თერაპევტები ემპათიის გამო და თქვათ დაუცველობის გამო, საკუთარ თავზე ზრუნვის ნაკლებობის გამო შესაძლოა, რომ კლიენტთან ურთიერთობის დროს და მეორადი ტრავმა მიიღონ, ანუ მისი ტრავმა რაღაცნაირად საკუთარ თავზე აიღონ თუ შეიგრძნონ და დაიტრაუმოს ადამიანი. ანუ ემპათიის გზით სხვისი გამოცდილების ტრავმად მიღებაც შესაძლებელია. კიდევ არის ტრავმები, რომლებიც რაღაც ოჯახურ ისტორიებს უკავშირდება და თაობებიდან თაობებზე შეიძლება გადადიოდეს გაუცნობიერებლად და ასე შემდეგ. ეხლა პირველი ძალიან ისეთი მკაფიო სიმპტომი იმისა, რომ ადამიანს აქვს ტრავმა, არის როგორი განცდა. იცი, განცდა შეიძლება იყოს, რომ რა ხდება, ჯადო ხო არ მაქვს. აი ამ კითხვას დასვავს ადამიანი. შეიძლება საერთოდ არ ჯეროდეს არც ჯადო, არც მისტიკა არაფერი მსგავსი, რა თქმა უნდა, იყოს განვითარებული ადამიანი, ძალიან ესე მეცნიერებით განმტკიცებული მსოფლმხედველობის, ძალიან მყარად საკუთარ თავში მოჭიდებული რეალობას და აი განცდის დონეზე განიცადოს, რომ აი რა ხდება ჩემს თავს, აი ჯადო მაქვს. აი ესეთი რიტორიკული კითხვა გაისმას. და რატო ჩდება ეს კითხვა? ნახე, ჯადო რა არის? ჯადო არის რაღაცა მაგიური თუ რაღაცა წარმონაქმნი, რომელიც გარედან გაკონტროლებს, ისე რომ შენ რაც არ გინდა, ასე შემდეგ გრამაფონშია, ჯადომ რაც გიკარნახა გარედან, რაღაც მისტიკური სხვადასხვა მანიპულაციებით იმას აკეთებ ვითომ რა, ეს აქვს ჯადოს შინაარსი, ხო? და შესაბამისად ადამიანი, რომელსაც აქვს ტრავმა, ხანდახან თავს ასე განიცდის, რომ რა ხდება ასეთი ჩემს თავს, მე რამდენად რა დავაშავე, ჯადო ხო არ მაქვს, აი ეს რიტორიკული კითხვა გაჩნდება და რატო?
იმიტომ რომ მატრაუმირებელი გამოცდილება სადღაცა არაცნობიერში უკან ფონში მიმდინარეობს, ისე რომ არ არის გაცნობიერებული და აქედან გამომდინარე ზემოქმედებს ადამიანზე გაუგებარი მექანიზმებით და იქიდანვე გამომდინარე რომ გაცნობიერებული არ არის, მასზე უარის თქმა ჭირს. აი არ ყოფილხართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ზუსტად იცი, რომ რაღაცა არ უნდა გააკეთო შენი თავისთვის, ან ზუსტად იცი, რომ რაღაც უნდა გააკეთო და მოდის სიტყვა ვერ ვიკავებ თავს, ან ვერ ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა. ორივეგან მოდის სიტყვა ვერ და აი რაღაცა უძლეველი, რაღაცა ძალა, მაგალითად ჯადო, მაგალითად რა ვიცი, არ ვიცი კიდე რა შეიძლება რომ ეს იყოს, ბედი იციან ხოლმე ხო, ბედი ყისმათი, რაღაც ბედის წერას არის ატანილია ეს სიტყვები, ხო? ეს ერთ-ერთი პირველი სიმპტომია იმის, რომ შესაძლოა დიდი ალბათობით ადამიანმა გამოსცადა ტრავმა, რომელიც ამ მომენტში არ არის გადამუშავებული. ეს პირველი. რატომ არის ამასაც ავხსნი? ჯერ მოდი ჩამოვთვლი ჩემს მიერ შემჩნეულ სიმპტომებს, თუ რა შეიძლება იყოს სიმპტომი და ნიშანი იმისა, რომ ადამიანს აქვს ტრავმა. ოღონდ კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ტრავმა ეს არ არის ის კატასტროფა, რასაც ეს სიტყვა შეიცავს. ტრავმა არის აი რაღაცა გამოცდილება, რომელიც ადამიანში სიცოცხლის ჩქეფარებას რაღაცა დოზით ხელს უშლის და აფერხებს. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს სრულფასოვანი ცხოვრება, ან არ შეუძლია. ესეთი ტრავმებიც არსებობს, მაგრამ ავტომატურად ესე არ არის, ანუ გრადაციებია აქაც. არის ძალიან ესეთი მძლავრი ტრავმირების кейსები, არის ნაკლებად მძლავრი ტრავმირების кейსები. ამის განსაზღვრა სუბიექტურია ძალიან და რამდენად ცხოვრებაში ადამიანს ხელს უშლის ეს საკითხავია, ყოველთვის ერთნაირად არ არის, ხო? რაღაცა დოზით, რა თქმა უნდა, უშლის ხელს. ეხლა კიდე რა ახასიათებს ტრავმირებულ ადამიანის ფსიქიკას? ადამიანი ამჩნევს, რომ რაღაცები ხდება მის ცხოვრებაში და უკვირს, როგორ აქვს ასეთი რეაქცია. აი მაგალითად, შესაძლოა რაღაც 2-3 დღის გაცნობილ ადამიანთან რაღაცა კონფლიქტი მოხდა და თუ ადამიანს აქვს ტრავმა, ამ ტრავმის ფონზე ის ადამიანი შეიძლება არ ვიცი, ერთი თვე ლოგინად ჩავარ და ვეღარ დგება, არის ცუდად. და რო კითხო რა მოხდა, ამბობს, რომ აი ამ ადამიანმა, რომელიც 2 დღე ვიცნობდი, რაღაცა მაწყენინა და აი ასეთ დღეში ჩავარდი და თან პარალელურად გრძნობს, რომ აქ რაღაც ისე არ არის. არ უნდა კონდეს ამ ხელა ძალა ჩემზე. ნახე? აი ეს ძალიან დიდი ძალის განცდა, რომ რაღაცები ძალიან ეხება ადამიანს. რაღაცებს აქვს უდიდესი ძალა უფლება მასზე გარეთ. ესეც არის ერთ-ერთი სიმპტომი ტრავმის. შეიძლება შექებას კონდეს უდიდესი ძალა, ან შეიძლება კრიტიკას კონდეს უდიდესი ძალა, შეიძლება კონფლიქტს კონდეს ძალიან დიდი რეაქცია და ასე შემდეგ. ანუ რეაქცია მოდის იმ ხელა რაღაცა მოვლენაზე, რომ აი კრიტიკული თვალით გვერდიდან რო უყურებს, არ უნდა მქონოდა ამ ხელა რეაქცია, მაგრამ მაქვს. ესეც ერთ-ერთი ნიშანი არის ტრავმის. ეხლა ტრავმის ერთი ძალიან დახვეწილი ნიშანი. ეხლა მე ვსაუბრობ გადასამუშავებელ ტრავმებზე. გადამუშავებულზეც მე ვიტყვირით ხასიათდება. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე გამოცდილება საერთოდ ქრება ფსიქიკიდან, ეს ვერ მოხდება. რაღაცა გამოცდილება ესე ჰოპ და გაქრა და ეს არის ასე ვთქვათ თერაპიის შედეგი, ესე არ არის. თერაპიის ან განვითარების ან უკეთ გახდომის შედეგი არ არის, რომ ტრავმა გაქრება, ის არ გაქრება. აი ეს გაქრობის ცდილობაც ისევ ტრავმის ნიშანია. რო ის ვითომ არ არსებობს, თვალის არიდება, დაიგნორება. ამას სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანი, ვინც ფსიქოლოგიას პროფესიად თვლის თვითონ, ისინიც კი ამბობენ ხოლმე, რომ რაღაცა ტრავმა არ არსებობს, ან ტრავმა გაქრება. სამწუხაროდ არ არის ასე, არ გაქრება. ეს არის რაც მოხდა და რაც იყო, ანუ რეალობა არ შეიცვლება, მესმის სურვილი, რომ ეს გადაკეთდეს, მაგრამ არ შეიცვლება. იცვლება სხვა რამ. თვითონ ტრავმის შინაარსი არ იცვლება. იცვლება მისი ასე ვთქვათ ლოკაცია ადამიანის ფსიქიკაში. ლოკაცია რა არის? აი სად არის მოთავსებული ტრავმის შესახებ ინფორმაცია და როგორ?
ესე იგი, რა ინფორმაციაა, როგორ და სად. და ძირითადად არის ხოლმე გარიყული, გაყინული, მიუწვდომელი, ხელშეუხებელი. როდესაც ხელშეუხებელ მდგომარეობაშია, გარშემო იკრებს ძალიან დიდ ბარიერებს ეს ტრაუმული გამოცდილება და ამაში იხარჯება დიდი ენერგია. და ამავდროულად ფსიქიკა მაინც ცდილობს, რომ ეს ტრაუმა როგორმე გადაილახოს ინტუიციით. და ინტუიციის გამო რას აკეთებს? ნახეთ, რატო არის მე ყისმათი, ბედი, ჯადო, ესეთი რაღაცები რატო მოდის? იმიტომ რომ ნებაყოფლობით ადამიანმა არ გადაწყვიტა, რომ გაეხსენებინა და ეგრძნო ფრთხილად და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ თავისი მატრაუმირებელი გამოცდილება. არ გადაწყვიტა მან, რომ გაეცნობიერებინა ეს, ცხადად ეგრძნო. და ამის გამო ფსიქიკა მაინც რა თქმა უნდა ცდილობს, რომ გათავისუფლდეს ეს ავტომატზე ზის გაუმჯობესების სურვილი და გარეთა სამყაროში ძებნის სიტუაციებს, რომელიც ამის გახსენებას შეუწყობდა ხელს. და რა შეუწყობდა გახსენებას ხელს? მსგავსი გამოცდილება. თუ პირობითად მე არ მინდა გავიხსენო, რომ ბავშვობაში რაღაცა ძალადობა გამოვიარე და უავყოფ, რომ ეს საერთოდ იყო ჩემს ცხოვრებაში, ან ყოველ შემთხვევაში ძალიან ნაცრისფრად სადღაც კუნჭულში შენახული მაქვს ეს ინფორმაცია და რა მნიშვნელობა აქვს, არაფერი არ მომხდარა, ეს ხო სულ ერთია, ესე თუ ვარ განწყობილი. მე არ ვაცდი ჩემს ფსიქიკას, რომ გამოავლინოს ის ემოციები და ის განცდები, რაც ავთენტურად, ობიექტურად, რეალურად არის დაკავშირებული ამ ტრაუმასთან. იმიტომ რომ იქ და იმჟამად, როცა ტრაუმას ვიღებდი, არ მქონდა ამ ემოციების დატევის უნარი, ხო? ბავშვი ვიყავი, ან სუსტად ვიყავი და ასე შემდეგ. ან მსხვერპლი ვიყავი. და აი ახლა როცა შემიძლია დავიტიო, უარს ვეუბნები ჩემ თავს, ვამბობ, რომ ეს არ ვიცი, ის ადამიანები ღირსები არ არიან, რომ მე გული მეტკინოს და ასე შემდეგ. ბევრი რაღაც შეიძლება უთხრა ჩემს თავს. აქედან გამომდინარე, ჩემი ფსიქიკა ახლა ეცდება, რომ გარემოში იპოვოს მსგავსი ადამიანები, მათთან ვიგრძნო თავი, დაინტერესებულად, ჩართულად, ახლოს და ასე შემდეგ. გინდაც 2 დღეში, არა აქვს მნიშვნელობა, წეღარო აღწერე, რომ 2 დღეში ძალიან ღრმა ისეთი ემოციები განიცადა ადამიანმა, როგორც წლები არ განიცადო, ხო? რატო? იმიტომ რომ ფსიქიკამ შემოუშვა ესე ძალიან დიდი სისწრაფით ეს ახალი ადამიანი, რომ იქნება ამ ადამიანთან მსგავსი გამოცდილების ნიადაგზე, შევძლო და გავიხსენო როგორმე და გადავამუშაო ის ტრაუმა, რაც მაქვს მიღებული წარსულში. ამიტომ ძალიან მსგავს, ასე ვთქვათ, ურთიერთობებს, ძალიან მსგავს სიტუაციებს ფსიქიკა უხვად დამას აჩუქრებს. ეხლა კიდე ესეთი საჩუქრები იცის ხოლმე და ჯადოს სადაგავს, რომ ადამიანი ცდილობს, რომ პირიქით, აი ცნობიერებით ცდილობს, რომ ზუსტად ის აირიდოს რა, რაც იყო წარსულში, რომ აღარ გამახსენოთ. ეს ბევრი ადამიანი იტყვის ამას, იცი? აი რაღაცა ცუდი თუ მოხდა მის ცხოვრებაში და შემთხვევით ვინმე მახსენა, არ გამახსენოთ, არ გამახსენოთ. ნახეთ, ცნობიერება ცდილობს, რომ არ გავიხსენო, დავივიწყო, მალე დავივიწყო. ეს არის ავტომატური რეაქცია, რომ არ მეტკინოს და რეალურად ის მუხტი, რომელიც ამ მოგონებას ახლავს და ის ემოცია განსამუხტია, თუ არ განმუხტე, აი ესე მართავს ჩემს ცხოვრებას და მე ადამიანი იტყვის ეს ჩემზე ძლიერია. არ გაგიგონიათ ეს სიტყვები. აი ეს ურთიერთობა ვიცი რომ დამანგრევს, მაგრამ ეს ემოცია ჩემზე ძლიერია. მე მაინც სხვა გზა არ მაქვს, უნდა ვიყო ამ ურთიერთობაში, ვერაფერს ვერ გავაკეთებ და ძალადობრივ ურთიერთობაში დარჩენილ ადამიანების მიმართ აი ეს ინფორმაცია რო გქონოდა, რომ შეიძლება მათ თავსზევით ძალა არ აქვთ ამ ტრაუმისაგან, რაც წარსულშია გამოცდილი და ამ ტრაუმისგან იმალება ფსიქიკა და სამაგიეროდ არაცნობიერი ფსიქიკა იქ სადღაც ნაცრისფერ გაყინულ სივრცეში, სადაც არის ჩაგროვილი ეს ტრაუმა და ტკივილი, ეცდება, რომ აი გავიხსენოთ, ეხლა გავიხსენოთ და როგორც ცდილობს, რომ გაიხსენოს, მიაჯაჭვავს ისეთ ადამიანს, ვინც სულ თვალწინ აფარებს იმ ტრაუმებს და სულ თვალწინ აფარებს იმ ძალადობას, მაგრამ შესაძლოა მაინც არ გაცნობიერდეს. ადამიანი ძალიან ძლიერი არსებაა საკუთარ ფსიქიკაში. მას უდიდესი ძალა აქვს, რომ რაღაცები განდევნოს, უარყოს. ეს ერთი და მეორეს მხრივ იმისათვის, რომ ადამიანმა განიცადოს ის ტრაუმები, რაც ადრე იყო, ნახე, რაღაცა დაცული და ცარიელი, სიცარიელის მქონე გარემოა საჭირო. სიცარიელე, მოწყენილობა თუ რაღაცა ესეთი გრძნობები, სადაც არის სივრცე მოცემული.
და არა ექშენი. რატო გვიყვარს ადამიანებს ექშენის ყურება და რატო გვიყვარს ისეთი შეკრებები ან ისეთი გართობები, სადაც არის ექშენი? იმიტომ რომ ეს ძალიან კარგი ბარიერია იმისთვის, რომ არაფერი გაიხსენო. და ყველაფერი კარგად იყოს იმ ჯებირის უკან დამალული, რაც არის მატრაუმირებელი. იმიტომ რომ ექშენი რო იქნება და თუნდაც ცემატყება რო იქნება და პოლიცია რო მოვა და წავა და სასტრაფო რომ მოვა და წავა და დრამატული სიტუაციები რო შეიქმნება ცხოვრებაში, ხო, ძნელია ამ დროს რომ არაცნობიერში ჩაიხედო. არ გამოვა ეს და ზუსტად ეს არის მეორადი სარგებელი, ასე ვთქვათ, იმ სიტუაციებისა, რაში წესით ადამიანი არ უნდა ყოფილიყო. თვითონვე იცის, რომ არ უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის და მე მესმის, ეს ესე მუშაობს. ეს იგივეა, რომ მოთხოვო რაღაცას, რომ გრავიტაციას ნუ ემორჩილები, როგორ არა. გრავიტაცია ჩართულია და დაემორჩილები, სხვა გზა არ არის, ხო? ამიტომაც ეხლა რა არის ამ ყველაფერში გამოსავალი, ხო, ესეც სანახავია, რომ გამოუვალი არ არის ტრავმატული გამოცდილების მქონე ადამიანის ცხოვრება, არანაირად. იმიტომ რომ აი საერთოდ ის ხალხი, ვინც ამბობენ, რომ ტრავმა არ არსებობს, ტყუილია, ბლა-ბლა, ესეთი რაღაცები მოვისმინე ამ ბოლო დროს ძალიან გამაღიზიანა. მათ არ აქვთ კარგი წარმოდგენა ადამიანზე, ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანს თუ ტრავმა აქვს, ის გატეხილია და ვეღარ ფუნქციონირებს. და ეს ასე არ არის. ადამიანში არის რაღაცა ძალიან შეუღწევადი სტრუქტურა, პიროვნული მეს, რომელიც ხელშეუხებელია. უბრალოდ ჩვენი კულტურა მთლად ამას არ ასწავლის ხოლმე, რომ ეს ესეა. რაღაცნაირად კი, რა თქმა უნდა, სხეული ვარ მე, ჩემი ცხოვრება ვარ მე, ჩემი გამოცდილებები ვარ მე, ჩემი აზრები, გრძნობები, ემოციები ვარ მე, მაგრამ ესენი არ არის, რაც მე ამომწურავს. ანუ მეს განსაზღვრებაში ესენიც მოცემულია, მაგრამ ეს არ არის მე. თავისი სუბსტანციის გაგებით რა. ანუ მე ბევრად აღემატება ამ ყველაფერს ერთად აღებულს და მათ ჯამს. ამიტომაც კი ტრავმაც არის მე გარკვეულწილად, მეს აქვს შესაძლოა ტრავმა მიღებული, მაგრამ ჩემი მე აღემატება ამ ტრავმას. არ არის ეს ჩემი მე შემოფარგლული და შემოსაზღვრული მხოლოდ ამ ტრავმით. ამიტომაც არც ისეთი, როგორ გითხრათ, სახიფათო და ის არის, როგორ გითხრათ, აი გატყდა ადამიანი და ეს ვეღარ ფუნქციონირებს და არაფერი ეშველება, ეს არის აბსოლუტურად არცოდნა იმისა, თუ ვინ არის ადამიანი. აბა გადახედეთ საუკუნეების მანძილზე რაში ვართ გამოვლილები. არა მხოლოდ ჩვენ, ყველა ცოცხალი ორგანიზმი. გარემო არასდროს არ ყოფილა თავისთავად მზრუნველი იმაზე, რომ ვიღაცას თავი რაღაცა კომფორტულად ეგრძნო პირიქით. გარემო უბრალოდ არის ისეთი, როგორიც არის, თავის სიმყარით. და ეს კარგი საყრდენია. შეგიძლია გამოიკვლიო გარემო და მასთან ჰარმონიაში იცხოვრო. ან შეგიძლია გამოიკვლიო გარემო და სანამ ჰარმონიამდე მიხვალ, ბარიერები ააშენო რაღაც და ასე შემდეგ. ანუ როგორ გითხრათ, გარემოს მოსთხოვო, რომ ის იყოს მორგებული ადამიანზე, ეგ სისულელია, ხო? ტრავმას და დაზიანებას ხომ აქვს თავისი შრეები და სიღრმეები. რა თქმა უნდა, აქვს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კაი კითხვა, მადლობა. ესეთი რამ არსებობს, რომ თითქოს აი მატრაუმირებელი რა შეიძლება იყოს, ხო? ერთი რაღაცა ძალიან ცუდი რამ, რაც მოხდა ადამიანის ცხოვრებაში პირობითად, ადვილი ამოსაცნობია, რომ ამ დროს დავიტრაუმე. ეს ძალიან ადვილია, რომ ადამიანი ამას მიხვდეს, ხო? აი თვითონ ერთი კონკრეტული რაღაცა არის მომხდარი და მივიღე ტრავმა. და ძალიან რთულია და იშვიათად ცნობიერდება ტრავმები, რომლებიც ესეთ რაღაცა ერთ დიდ მოვლენას არ უკავშირდება. და არის განგრძობითად დროში გაწელილი და მინდა გითხრათ, რომ ესენი შეიძლება სიღრმით ყველაზე სიღრმისეული იყოს. აი მაგალითად, თუ მთელი ბავშვობა გატარებულია, მთელი ბავშვობა ესე ფიგურალურად ვამბობ, იმაში, რომ ადამიანი ვიღაცებს უვლის, ვიღაცებზე ზრუნავს, ვიღაცებს ეხმარება, ეს არის მატრაუმირებელი გამოცდილება. და ეს ხანგრძლივად დროში განფენილია, რაღაცა ერთი დიდი ტკივილი შეიძლება არ დამდგარა რაღაც ისეთი რა. არ ვიცი, ბომბი ჩამოვარდა და ეს დავინახე და დავიტრაუმე, ესეთი არ არის თითქოს, მაგრამ ეს რომ ხანგრძლივია დროში ტრიალებს და განგრძობითად ერთი და იგივე ბრუნავს, ასე ვთქვათ, აი ძალიან შეღწევადი არის პიროვნების მეში, ანუ შეიძლება მე მოიაზროს ადამიანმა, რომ თუ მე სხვებს არ ვეხმარები, არ ვარსებობ საერთოდ.
და თავისი არსებობა მთლიანად დაკავშირებული არის ვიღაცების დახმარებას, მოვლას და ასე შემდეგ. ერთი სიღრმე ეს არის. ძალიან დიდი და თან გარედან რო შეხედო, აი რა მოხდა, ხო კეთილი ადამიანია და ეხმარება სხვებს და რა არის ამაში ხა ისეთი. და რეალურად უბრალოდ ტრავმული რეაქცია არის. ანუ ტრავმა კარნახობს რა გააკეთოს და არა უშავს ესეც. ცხოვრება მაინც ცხოვრებაა და განვითარებაც მაინც მიმდინარეობს. უბრალოდ იქ სადღაცა გულის სიღრმეში ძალიან დიდი სევდა არის, რომელიც არ გამოთქმულა და გროვდება და ერთ დღეს აუცილებლად მონახავს გზას. და მე იმედი მაქვს, რომ მონახავს კრეატიულ გზას, გაზიარების, გამოხატვის გზას, რომ იტირო იმაზე, რაც მტკივნეულია აი ამ გზას და ასე შემდეგ. ეხლა კიდევ როგორი ტიპის ტრავმას დავგვირვები ვარ და გამოსავალიც მინდა, რომ აღწერო როგორია ხოლმე ტრავმებთან. ეხლა ტრავმის ერთ-ერთი დიდი მახასიათებელი და რითიც არის ძალადობრივი არის, რომ გადაწყვეტილება არ არის აქ. ნახე, როდის დაიტრაუმა ადამიანი, ხა ბომბი რო ჩამოვარდა, მას არანაირად არ სდომებია, რომ ბომბი ჩამოვარდნილიყო აქ. იყო თავისთვის რაღაც თავისი სურვილებით და გადაწყვეტილებებით და უცებ ბომბი ჩამოვარდა. როდესაც ბავშვობაში პირობითად ყავდა, არ ვიცი, მშობლები, რომლებიც თვითონ იყვნენ ემოციურად დაურეგულირებლები და აი ეს ემოციები წეღარ რო აღწერე უცებ რო წაიღებს ორი დღის გაცნობილი ადამიანისგან რო შეიძლება ერთ თვიანი რაღაც ლოგინში ვარდნა და ცხოვრებაზე ხელის აღება მივიღოთ შედეგად და ასეთი თუ ამშობელი, ანუ მას თავად აქვს რაღაც საკითხები დასალაგებელი და მოსაწესრიგებელი და აქ რო ბავშვი ცხოვრობს, ნახე ხა რას გააკეთებს ბავშვი. როგორი ტრავმება აქვს. ჯერ ერთი მშობლის ტრავმა ხდება მისი ტრავმა, იმიტომ რომ ბავშვთან მე ესე გაყოფილი მშობლისგან არ არის. და ის ფიქრობს, რომ დედა ცუდად არის, ესე იგი მეც ცუდად ვარ, მამა ცუდად არის, მეც ცუდად ვარ. თანაც მე ხო ჩემ მშობლებს გავარ და მინდა რომ გავდე და ესე ვუყურებ და ვემსგავსები. მეორე, გრძნობ რომ მე შემიძლია რომ ისინი უკეთ გავხადო და ვიწყებ ზრუნვას, რომ იყვნენ უკეთ. აქ შეიძლება კიდე მოვიყვანოთ ნარცისი მშობელი, რომელიც უკმაყოფილოა შვილით და შვილი ცდილობს, რომ დააკმაყოფილოს ნარცისი მშობელი. თან შესაძლოა შვილი არის ნიჭიერი და შემძლე. შესაძლოა კი არა, ყველა ადამიანში არის უდიდესი ნიჭები და შემძლეობა და ეხლა რას აკეთებს? ნახე, ილუზია ჩდება, რომ დავაკმაყოფილებ ამ ნარცისს მე. შემიძლია, რომ დავაკმაყოფილო და მიდის გადაწელვა. ან შემიძლია რომ მოუხსნა დეპრესია. ესეთი განცდა მოდის, იმიტომ რომ ბავშვს აქვს ყოვლის შემძლეობის განცდა, რომელიც თან მართალია. უბრალოდ ეს ყოვლის შემძლეობა მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის ნება. აი ეს არის რაც ბავშვმა არ იცის. აი ადამიანის ნება სადაც დაიწყება, იქ მთავრდება სხვა ადამიანის ყველანაირი ძალა და ძალაუფლება. ხო და ეს ნება აქედან გამომდინარე, რომ ტრავმის დროსაც ირღვევა, ნახეთ, ნება საერთოდ მნიშვნელოვანია, ხო? ანუ ნებაყოფლობით არ დატრაუმულა არავინ, ყველას ტრავმა მიადგა, დაემართა, შეემთხვა. ეს სიტუაციაც ეხლა რასაც აღწერ არც ერთ ბავშვს არ აურჩევია, რომ მშობელი არეგულიროს გარედან ემოციურად, სცადოს ეს, ან დააკმაყოფილოს, იმიტომ რომ ეგ არის უძირო ჭა. არ დაკმაყოფილდება, იცით რატო? არა მხოლოდ მშობელი, ნებისმიერი ადამიანი, ვის დაკმაყოფილებასაც ცდილობ, არ დაკმაყოფილდება შენი მცდელობით, იმიტომ რომ მხოლოდ მას შეუძლია დააკმაყოფილოს საკუთარი თავი. ეს გარედან არ ხდება. ამიტომაც ეგ არის ფუჭი მცდელობა, ენერგიის ფლანგვა და ამ დროსაც იტრაუმება ადამიანი. ნახე, ვცდილობ. მე ვცდილობ, რომ დავაკმაყოფილო და ის არის როგორც აი ესეც რომ გაგეკეთებინა და ისიც რომ გაგეკეთებინა კიდე ხო. გავაკეთებ ამასაც, იმასაც. აი ესეც უნდა გაგეკეთებინა. კარგი, ამასაც გავაკეთებინა და ბოლოს გადაწელილია. ყველაფერი გაკეთებულია, მაგრამ მშობელი მაინც უკმაყოფილოა და საშინელი ფრუსტრაცია დგება. ესეც მატრაუმირებელია. და ესეთი ადამიანი მერე ამ ტრავმის კარნახით, ნახე, ტრავმა არის იდუმალი მოკარნახე.
ამ ტრაუმის კარნახითაც ცხოვრობს. მხოლოდ ამითი საბედნიეროდ არავინ ცხოვრობს, მაგრამ ესეც ჩამოერევა ცხოვრებაში და ასეც ცხოვრობს და შესაძლოა პოულობს მეგობრებს, რომლებიც ყოველთვის უკმაყოფილო არიან მისით. ან შეყვარებულებს, რომლებიც უკმაყოფილო არიან მისით და მეტია საჭირო და აუფასურებენ მას, როგორც ადამიანს და აი ეუბნებიან, რომ შენ საკმარისად უპირობოდ არ გიყვარვარ. აი შენთან ურთიერთობაში ზოგჯერ ნერვები მეშლება. როგორ, ანუ მე ცოცხალი არსება ვარ, ხანდახან ნერვები გეშლება, კი. აბა რა ვქნა ახლა მე მოვეწყო ისე, რომ შენ არასდროს ნერვები მოგეშალოს? ეს როგორ გავაკეთო? ეგ ხო შეუძლებელია, ეგ არის ფანტასტიკა. მე ხანდახან ყველას შევაწუხებ და ნერვებს მოუშლი. ვერ იქნება ჩემი ცხოვრება ისეთი, რომ აბსოლუტურად, რა ვიცი, თუნდაც ერთ ადამიანს აბსოლუტურად შევეწყო. ერთიც რო იყოს, გამორიცხულია ეგ. ხო და აი ეს ფუჭი მცდელობები, ნევროტული, ნახე, ნევროზი რა არის რეალურად ისეთი რამის მცდელობა, რაც შეუძლებელია. რაც რეალისტური არ არის. ამიტომაც ძალიან ხშირად სიყვარულიც ნევროზში ერევათ ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანის მიმართ სიყვარულს გრძნობენ, იქ პარალელურად ნევროზი წამოვა, რაც მშობლის მიმართ იყო და ცდილობს ადამიანი, რომ არ ვიცი, დააკმაყოფილოს ეს, რაღაცნაირად ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ იყოს იდეალური ცოლი, იდეალური ქმარი, იდეალური შეყვარებული და ამ იდეალის ძიებაში და ძებნაში ჩნდება კითხვა, რომ აი როგორ მოხდა, რომ იდეალს ეძებ, როგორ მოხდა, რომ პერფექციონისტი ხარ. როგორ, აი, ვინ გასწავლა, რომ იმისათვის, რომ მიღებული საყვარელი და კარგი იყო, უნდა იყო იდეალური და უნაკლო, ხო? და ყველაფერი უნდა შეძლო და ბოლოს საერთოდ შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ მესია უნდა იყო და სამყარო უნდა გადაარჩინო, რომ სიცოცხლე დაიმსახურო. ამის ესეთი შეჭიდულობა არის ხოლმე. ესეც ერთ-ერთი გავრცელებული ტრაუმული ფუნქციონირებაა ფსიქიკის, რომელიც არ ცნობიერდება. ეხლა ესეთი ტრაუმები კიდევ რა მახსენდება? არის ტრაუმა, როდესაც როგორ გითხრა, ერთ-ერთი საერთოდ ყველაზე დიდი მატრაუმირებელი გამოცდილება ბავშვის ცხოვრებაში, თქვენ წარმოიდგინეთ, არ არის ცემა და არ არის ძალადობა. ცემა, ძალადობა და კონტროლი, ზედმეტი კონტროლი და ზედმეტი სრუნვა ერთნაირ შედეგებს იძლევა, ორივე ცუდია. მაგრამ ეს ორივე რა თქმა უნდა ტრაუმის მომტანია ფსიქიკისთვის. საერთოდ ჯობს რომ აღიაროს ადამიანმა რომ მას აქვს ტრაუმები ვიდრე უარყოს. იმიტომ თუ აღიარებ, მე შეგიძლია გააცნობიერო და გადალახო ისინი და თუ უარყოფ, უბრალოდ სადღაცა ჩრდილიდან ზოგჯერ ისინი კარნახობენ ცხოვრებას. კატასტროფა არც აქ დადგება. მაგრამ აი შენი ცხოვრება ნაკარნახევია თავს ზემოთ ძალით, რომელიც ზოგჯერ აბსოლუტურად მიუწვდომელი რჩება შინაარსობრივად და გაურკვეველია, ნახე. მუდმივად გაურკვევლობაში ყოფნაც ერთ-ერთი სიმპტომია. გაურკვევლობა, არ ვიცი რომელი საათია, არ ვიცი რა დროა, რა დღეა, რა მინდა არ ვიცი, როგორ ვარ არ ვიცი რას ვგრძნობ, ვერაფერს ვერ ვგრძნობ. არ ვიცი ეს ადამიანი, ვისაც ახლა ვეკონტაქტები, მეგობარია თუ მტერია ჩემი, ნახე, აქ რა მოხდა. ჩახსნილია ჩემი ეგრეთ წოდებული მუცლის გრძნობები. როგორც ჩანს ტრაუმის დროს მუცლის გრძნობების გათიშვა დამჭირდა, რომ ძალიან არ მტკენოდა და ეხლა გათიშულია. და ყავაზე ვმკითხაობ და ტაროს ვშლი, რომ გავიგო, რომ ის ადამიანი, ვისაც ახლა ვეკონტაქტები, მტერია ჩემი თუ მოყარეა. და შეიძლება არ ვიცი და ვერ ვიგებ, მაგრამ უფრო მგონია, რომ მტერი იქნება, ნახე? აი მტერი იქნება ეს, მეგობარი ვერ იქნება. და ვტესტავ ამ ადამიანს და ვზივარ და აბა ეხლა ყავა მოვატრიალოთ და ვარსკვლავები როგორ განვლაგდა ცაზე, აი აქ ვეძებ პასუხებს. იმიტომ რომ ჩემი შინაგანი გრძნობები ტრაუმიდან გამომდინარე აბსოლუტურად ჩახსნილია. რა შეიძლება აქ მოხდეს? რა შეიძლება და რა თქმა უნდა გამოფხიზლდება ერთ დღეს ადამიანი. ნუ რაღაცა ჩიხში შევა. მე ვისაუბრე ჩიხი რა კარგი რამეა, ხო? ჩიხის გრძნობა არის რეალობის აღქმა, რომ კედელს ვეტაკები. ერთხელ დავეტაკე, ორჯერ, სამჯერ და რა ხდება, ხო? და კითხვა რომ გაჩნდება და ცნობის მოყარეობა რომ რა ხდება, დაწყებულია უკვე პროცესი გამოფხიზლების. და სანამ ეხა ეს კითხვები გაჩნდება რომ რა ხდება და სანამ ჩიხში არ შევალ, არ არის, როგორ გითხრა, პრიორიტეტი არ არის ცხოვრებაში, ხა მე ვიკვლიო ტრაუმა მაქვს თუ არა. და ეს კარგია, ჯანმრთელია. პრიორიტეტი არის რა მინდა,
როგორ მინდა, რა მჭირდება, როგორ ვიცხოვრო, როგორი იყოს ჩემი ცხოვრება, რა თქმა უნდა, ეს არის პრიორიტეტი და ესეც უნდა იყოს. უბრალოდ აი ამ ყველაფრის სამსახურში ადამიანი რაღაცა ჩიხში რო შევა, აი მერე გაჩნდება კითხვა, რომ რა მკარნახობს ესეთ რამეებს, აი რა არის იდუმალი მოკარნახე თუ იდუმალი ძალა თუ ჯადო თუ ბედის წერა თუ რაც გინდათ დაარქვით. ისე ბედის წერაზე დაბრალება კაია ხოლმე, იმიტომ რომ ეგ არ მოითხოვს რომ რამე გააცნობიერო. ბედია, всё, ბედია და მორჩა. მე შემიძლია გავაგრძელო ჩემი ცხოვრება და პასუხისგებლობა არ ვიგრძნო რა ხდება, იმიტომ ბედია. ხო, ეს კომფორტია საკმაოდ, მაგრამ ძალიან შემაწუხებელი შეიძლება იყოს ეს ბედი, მინდა გითხრათ ისეთი, რომ აი ძალიან შეწუხდეს ადამიანი. ეხა კიდევ რა ხდება თუ თქვათ ის ხო თქვი რომ ტრავმა თუ მე თვითონ ჩემი ძალებით ან რაიმე რესურსით არ გავიხსენე და არ შევიგრძენი რაღაცა ურთიერთობებში გამუდმებით ეცდება რომ თავი ამოყოს მაგრამ ეს ურთიერთობები და ეს სიტუაციები პირიქით ისევ თვალის კარგი არიდების ექშენად გადაიქცევა რომ აი ექშენია ჩხუბია კონფლიქტია ის არის რა დროს ახლა ჩემი ტრავმის გახსენება ნახე სივრცე არ დარჩა ამიტომაც ახლა მახსენდება გნოსტიკური სახარება. სადაც წავიკითხე ესეთი იგავი, რომ რას გავსო სასუფეველი ღვთისაო. და სასუფეველი ღვთისა გავსო ქალსო, ნახე, რომელმაც რაღაცა ჭურჭლით, თასით თუ რაღაცით წაიღო ფქვილიო, მიქონდაო ფქვილიო სახლში და ამ თასს ძირი გაძვრა ჩამოიყარა ეს ფქვილი, ოღონდ ქალმა ვერ გაიგო ეს ამბავი, გართული იყო, არ ვიცი, ეთყობა რაღაცით, მიდიოდა და გაზვრა ძირი, დაიყარა ფქვილი, შევიდა სახლში, დადგა მაგიდაზე, ჩაიხედა და ხედავს ცარიელია. ნახე? ორი რამ მინდა გითხრათ. პირველი, რაც უფრო დიდი ინტერპრეტაციების ადგილს და სივრცეს ტოვებს იგავი, ნაწერი, წიგნი, ფილმი, თუ რაც გინდათ, ხო, მით უფრო ძლიერია მისი ზემოქმედება ადამიანზე. იმიტომ რომ აი ხა ეს რო წავიკითხე, იცი 4 ჯერ გადავიკითხე, რომ გამეგო. გაუგებარია, ძალიან გაუგებარია, ხო? აი რატო გავს სასუფეველი ამ ქალს და მის აი ამ გამოცდილებას, რომ თასით ფქვილი მიაქვს, დაიყარა ფქვილი, ვერ გაიგო, შევიდა ოთახში, ჩაიხედა და დახვდა სიცარიელე. ხო, აი იმდენი რამის ფიქრი შეიძლება აქ. ანუ ეს არის პირველი, რითიც ასე ვთქვათ, გავლენას ახდენს ტექსტი. და მეორე, აი ეს სხვათა შორის ტაროშიც არის. ტაროს ბარათები ნახევრად გაუგებარია სულ მინიმუმ, თუ მეტად არა. და აი ამ გაუგებრობას ზუსტად თითოეული ადამიანი და იქნება ის ინტერპრეტატორი ამ ტაროსი თუ ვისაც უშლიან ტაროს თუ აი ნებისმიერი ადამიანი მოკლედ თავის ინტერპრეტაციებს, თავის პროექციებს, თავის საკუთარ მეს ჩააქსოვს იქ. იმის გამო რომ დარჩენილია რა სივრცე. სიცარიელე, რომელსაც ესე გაურბიან ხოლმე ადამიანები, არა და ზუსტად ამ სივრცეში და ამ სიცარიელეში ისმის ის ხმები, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვინდა რომ დავივიწყოთ, არა და თუ მათ დავივიწყებთ, ისინი განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი ნების გარეშე. ნახე, ტრავმა ზუსტად ეგ არის. ასე მომადგა ტრავმა და ასე ფუნქციონირებს ჩემს ცხოვრებაში ტრავმა, რომ ჩემს ნებაზე ძლიერია. ანუ მე რაც მინდა და მჭირდება და საითკენაც ვისწრაფვი, ეს არის გრამაფონში თუ ჩემი ტრავმული გამოცდილება არაცნობიერში გააქტიურებულია. ის საზღვრავს მე რას გავაკეთებ და არა ის რა მჭირდება და რა მინდა. ხო, რამხელა ჩემი ნებელობის რამხელა ეს არის მოჯადოვება, მოდი კარგი სიტყვა არა გამოვიყენებ ამას. ხო, ესე მუშაობს ტრავმა. ხო და თან ბევრნაირია ეს ტრავმები, მაგრამ სიმპტომატიკა მსგავსია. აი, სიმპტომატიკა კიდე ერთხელ მოკლედ რო თქვა, ერთი არის, რომ რაღაცა ჩემზე უფრო ძლიერი მოქმედებს ჩემზე, არ მინდა რომ რაღაც გავაკეთო, ან მინდა რომ გავაკეთო და ის მაკეთებინებს, ანუ ჩემი ნების დაკარგვაა, იმიტომ რომ ტრავმაც ესე ადგება ადამიანს. მისი ნებით არ მოხდა, დაემართა რაღაც. და ამიტომაც ახლა ლოგიკურად გამოსავალი სად არის? მე უკვე ვთქვი, რომ გაქრობა არ ხდება ხო ტრავმის, თუმცა ინტუიცია ცდილობს ხოლმე ადამიანი, რომ გავაქრო, ვითომ არ მომხდარა. არამედ ხდება, ნახე თუ კი ტრავმა უნებლიეთ შემემთხვა და ჩემს ნებაზე ძალადობრივად აღესრულა ჩემს ცხოვრებაში და ესეთები მოხდება.
არ არსებობს ადამიანი, ვის ნებელობასაც იდეალურად გაუფრთხილდება გარემო. Რაღაცა ძალადობას განახორციელებს, პატარას დიდს, საშუალოს, რა მნიშვნელობა აქვს ფაქტია, რომ განახორციელებს მის ნებელობაზე, ხო? ამიტომაც ტრაუმიდან გამოსავალი არის ჩემი საკუთარი ნებით, რომელიც მუდამ ჩემ ხელშია. ჩავიდე და შევეხო, აი იმ გარიყულ, გაყინულ შრეს ჩემს თავში. გავაცნობიერო ნელა და არა ჩქარა, იმიტომ რომ ექშენი არ მჭირდება, აქ პირიქით ხელს მიშლის ექშენი. ნელა, რაც შეიძლება მეტი სიცარიელის და დროის დათმობით და მიცემით სივრცის. და აი აქ ის სუსტი ხმა ნელ-ნელა კაფიო გახდება და გავიგონებ რა არის ჩემში მატრაუმირებელი გამოცდილება და უკვე შემიძლია დავიტიო და გაყინული და გარიყული კი აღარ იყოს, შემოვიდეს წინა პლანზე, ჩემი ფსიქიკის ამოტივტივდეს, შევიგრძნო, შევეხო და ეხლა დავიტირო, ან ვიყვირო, ან მართლა რამაც მომანიჭა ტრაუმა, ის გამოცდილება განვიცადო ეხლა და რო განვიცდი, ის განიმუხტება. არ არსებობს არც ერთი გამოცდილება, რომელიც განცდით არ განიმუხტება და რა თქმა უნდა, მე შევა ტალღები კონდეს კიდე მოვიდეს, მაგრამ პირველი ტალღა არის ყველაზე დიდი. თუ პირველი გადავლახე და ნებით განმუხტე, მოვიდეს მერე, ესე იგი შემიძლია. და ამ შემთხვევაში რა ხდება, რომ შემახსენებს თავს ჩემი ტრაუმული გამოცდილება ხოლმე, ეხლა უკვე როგორ მახსენებს, იცი, ესე კი არა, რომ აი იმ ადამიანში დამინახე და აი შეყვარებულში მიპოვე და მეგობრებში მიპოვე, მერე მე ისე ვჭიდაობ, რა ვიცი, ამ მეგობრებთან ან შორდები ამ მეგობრებს და აღარ ვცემ ხმას, ან რა ვიცი, შეიძლება მათთან რჩები მივხვდეთ იმისა, რომ ტოქსიკურები არიან ჩემთვის და ვაგრძელებთ 1000 რაღაცას ვაკეთებ, ოღონდ იმ ტრაუმას ვერ ვიხსენებ, არ ვიხსენებ და არ ვგრძნობ. და ეხლა რას ვაკეთებ ნახე? ზუსტად იმ ტრაუმას, რაც მომადგა, ხანდახან თავს შემახსენებს და ზუსტად მასზე ვიგრძნობ ავთენტურად იმ განცდებს, ვიგლოვებ, რომ ეს შემემთხვა, ესე მოხდა. და ამას რომ იმაზე ვიგლოვებ, გარეთკენ ობიექტის ძებნა და პროექცია გადატანა და სხვა ადამიანებთან ერთად ექშენში შესვლა, რომელიც მაზიანებს, აღარ მჭირდება. მუხტი არა მაქვს, ნახე, ლიბიდოს მსგავსი ნევროტული მუხტი აღარ მაქვს, რომ ეს მიჯაჭულობა გარეთ ვეძიო, იმიტომ რომ უკვე ვეხები იმას, რაც ჩემშია და იმასვე დავტირივარ. და აღარ არის საჭირო, როგორ გითხრა, პროტაგონისტები ჩემს ცხოვრებაში ვიღაცა შემსრულებლები როლის, რომლებიც ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ინტუიციით მახსენებენ ამას. და სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ეს რომ მახსენებენ, კი ტოქსიკურია, მაგრამ კი ამით ვიბალანსებ თავს. კი არ ვტირივარ პირობითად იმაზე, რაც ზუსტად ბავშვობაში შემემთხვა და ვტირივარ იმაზე, რომ არ შეყვარებულმა მითხრა, რომ ასეთო და ისეთო და მე შენ აღარ მომწონხარო, ამიტომ და იმიტომო და ვტირივარ, ხო? და სინამდვილეში იმაზე არ ვტირივარ, რომ თქვათ ბავშვობაში გამუდმებით არ მომწონხარ ისმოდა ჩემ ოჯახში, ჩემს მიმართ. და ვტირივარ, რომ ეხლა აი ჩემო პეტრემ ან პავლემ ესე მითხრა და ვტირივარ, მაგრამ მაინც სადღაცა ვმუხტავ იმას, რაღაცა დოზით ვმუხტავ. და ამითი ვიწონასწორებ თავს, თორემ ღმერთმა უწყის რა შემემთხვეოდა, ხო? ფსიქიკა პოულობს მაინც კრეატიულად რაღაცა გამოსავალს, ანუ ფუნქცია იმ ტოქსიკურ ურთიერთობაში ჩემ ცხოვრებაში აქვს. იმასაც აქვს ეს ფუნქცია, რომ თლათ ესე, როგორ გითხრა, ძირს არ დამაგდოს ამ ჩემმა ტრაუმამ. და ასე რაღაცნაირად ინტუიციით, რაღაცა პატარა დოზით ვმუხტავ. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ მე მას ვიპოვი და შევიგრძნობ და ეხა ისე ვიგავს უნდა დაუბრუნდე. 3-ჯერ თუ 4-ჯერ გადავიკითხე ეს იგავი და ეხლა ნახეთ რას მივხვდი, რომ რას გავს ეს სასუფეველიო. ანუ სასუფეველი რაღაც ქრისტიანულ სამყაროში 64-ია, ხო, კარგად ყოფნა და ბედნიერება, ესე არის დანახული, მაგრამ სახარებაში მე არც ერთგან არ მინახავს, რომ სასუფეველი არის ბედნიერება, ესე პირდაპირ ნათქვამი. არ მინახავს ეს. თუ ვინმეს გინახავთ სახარებაში ეგეთი პასაჟი, ან თუნდაც გნოსტიკურში, გინდაც კანონიკურ სახარებაში იყოს
ბაპტისტური ან რა ვიცი ევანგელისტური ან იეღოვლური ვთქვათ სახარებების გადაკეთებული ვერსიები რაც გნებოთ იყოს ახლა მე ვერ ვერკვევი რა ან აპოკრიფები იყოს მაჩვენეთ რა დამიკომენტარეთ სად წერია სახარებაში სადმე ან ბიბლიაში რომ 64 არის ბედნიერება და მუდმივი რაღაცა ხტუნაობა სამაგიეროდ შედარებულია ხოლმე რაღაცეებს თვითონ ახლა სახარებისეულად მუხუდოს მარცვალს რომელიც იზრდება და სანამ გაიზრდება საერთოდაც კვდება და ამაზეა სახარება რომ ეს არისო 64-ო წარმოიდგინე მიწაში ჩავარდა მოკვდა ის თესლი და აღმოცენდა იქიდან რაღაცა ხე რომელმაც 1000 თესლი გამოიღო და ეს არის 64-ო რა ქრისტიანულს და ანუ სიკვდილია მე მიჩნდება კითხვა და ასე შემდეგ მან აღარ შევალ ხა თორე ძალიან გამიგრძელდება და ეს ცარიელი ვარცლი თუ თასი რომელიც გზაში ფქვილი დაიყარა და მოვიდა ეს ქალი დადგა და ჩაიხედა და ხედავს ცარიელია რას ნიშნავს ეს იცით ჩემი ღრმარწმენით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ორი რამ ერთი რომ ეს არის ქალი და მეორე რომ ეს ვარცლი არის ცარიელი იმიტომ რომ სიცარიელი სადაც არის იქ არის თავისუფლება სიახლის იქ არის ახლის აშენების ადგილი და სივრცე იქ არის მეს გამოვლენის სივრცე იქ არის როგორ გითხრათ არარა რომელიც ასე ვთქვათ კრეატივის აბსოლუტურად ამოუწურავ შესაძლებლობას იძლევა ასევე სიცარიელი არის ადგილი რომელსაც აქვს როგორ გითხრა შინაარსი რომელიც შეგიძლია შენ მიანიჭო აი წეღარ რო თქვი ყველა იგავი რომელსაც აქ დიდი ძალა რაღაცა სიცარიელეს შეიცავს ყველა ტაროს კარტი შეიცავს სიცარიელეს ან ყველანაირი ასე ვთქვათ ასე ინტუიციის თუ გონების თუ ემოციის და ფსიქიკის სავარჯიშო შეიცავს სიცარიელეს აი ხა მაგალითად კინოფსიქოლოგიაზეც და ღია საუბრებზეც როდესაც ფსიქოდრამატულად რაღაცებს დგავთ და ვთამაშობთ. ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანი მეტყვის რომ აუ ინსტრუქცია ვერ გავიგე, ან ზუსტად არ მახსოვს ეგ სცენა ფილმიდან, აი როგორ იყო და მე ვეუბნები რომ არა უშავს რომ არ გახსოვს. ეგ არის ზუსტად სავარჯიშოს ნაწილი. არ უნდა იყოს ინსტრუქცია ზუსტი, იმიტომ რომ როდესაც არ არის ზუსტი, მე შენ ავსებ მას. და შენი სიცარიელე გრჩება შენი წილი რომ მე როგორ აღვიქვი ან მე როგორ დავინახე, რაც უფრო ვერ გაიგებ ინსტრუქციას. მით უფრო ნაყოფიერი ფსიქოშემეცნებითი სავარჯიშო დადგება იქ. და რაც უფრო ზუსტად მიყვები რაღაცა ინსტრუქციას, ნახე სიტყვაც გეუბნება. გარედან მიყვები რაღაცას და შენი რა არის მათ? არც არაფერი. აი ამიტომ არის 64 დაკავშირებული მაგიგავში სიცარიელესთან და გზაში რო ეს ფქვილი დაიყარა და ვერც გაიგო ამ ქალმა, ხო, ეგეც საკითხავია. რომ დაიყარა ფქვილი ვერ გაიგო როგორ დაიყარა დარჩა ცარიელი აი ამაზე რას ფიქრობთ რა ეს ნაწილი ჯერ კიდევ მიუწვდომელი რჩება ჩემთვის რომ აი ან რას აკეთებდა რომ ვერც გაიგო რომ ეს ფქვილი დაიყარა თან ფქვილი რაღაც ისეთია ხო საკვებია თუ საჭმელი და ფაქტიურად გაფლანგა და გადაყარა და დარჩა სიცარიელე მაგრამ ნუ სიცარიელე ჩემთვის ძალიან გასაგებია რატო იყო ესეთი მნიშვნელოვანი ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი 64-ს ვამსგავსებ დედაკაცს ესე იძღება ძველ ქართულად წერია. აი ქალს როგორ ამსგავსებს, ხო, რის გამო? ამ გაგანია მასკულინურ კულტურაში, სადაც იმავე სახარებაში პეტრე ეუბნება, რომ მარიამ მაგდალინელზე, რომ ეს ქალია და არ არის ღირსი, რომ შენ მოწაფეთ იწოდებოდეს, იმიტომ რომ ქალები საერთოდ მათ სული არა აქვთო თუ ვერ ცხონდებიან თუ რაღაც ესეც ეუბნება ქრისტეს რა. და ის მერე პასუხობს გნოსტიკურ სახარებაში რომ ყველა ქალი ვინც კაცი გახდებაო ეს არ გაიგონ ჩვენმა ეგ კანონიკურ სახარებებშიც წერია რომ ქალი კაცად უნდა გახდეს თუ რაღაც ესეთი და ეს არის გენდერული თანასწორობა თუ არ ვიცი რა დავარქვათ ეხლა ცოტა რო ვიხუმრო ეს რო გაიგონ რომ სახარებაში წერია რომ ქალი კაცად უნდა გადაკეთდეს ძალიან ცუდად წავა ჩვენი საქმე მაგრამ წერია რეალობაა რომ ესე წერია ერთის მხრივ ეს წერია. კიდე ქრისტეზე ძალიან ხშირად არის კაცის ძე ესე ნათქვამი და მართლმადიდებლობაში ხო არ არის ესე რომ მამა ყავდა მას და კაცის ძე რატო ქვია აბა დაფიქრდით, იმიტომ რომ ღვთისმშობლის მარიამის ძე არის და მარიამი არის კაცად ქცეული ქალი.
ოღონდ ეს რაღაცა მისტიკური შინაარსია, ეს კაცი რას ნიშნავს მანდ. მაგრამ ნუ შეგვიძლია მივაწვეთ, რომ იმას ნიშნავს, რომ რაღაც გენდერული თანასწორობა აღდგა თუ რაღაცა და ეგ ძალიან დიდი ამბავი ატყდება, ცოტა შემეშინდა ეხლა რომ თქვი ეს. თან YouTube-ზე უნდა დავდო და ვაიმე. ნუ როგორც არის. ხო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ქალია ეს სიმბოლო 64-ის, რომელმაც სიცარიელე იპოვა, იმიტომ რომ ქალი რეალურად რა არის სიმბოლოა, ხო? სამყაროს სიმბოლოა, დედაბუნების, დედამიწის, დედამიწა რაღაც ესენი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, ხო? და რაღაც როგორ გითხრათ, სივრცეს იძლევა ზუსტად პირდაპირაც რო ვთქვათ, ქალის მთელი, ასე ვთქვათ, გამრავლების ფუნქცია ის არის, რომ იძლევა სივრცეს, სადაც განვითარდება ახალი სიცოცხლე. იქ რო სივრცე არ ყოფილიყო საშვილოსნოში და სიცარიელე რო არ იყოს, ხო, რა განვითარდება, მოუჭერდა ყველაფერი და ჩაკლავდა ადგილზე, ხო? ზუსტად იმ სივრცის მიცემით არის ამისი, ასე ვთქვათ, მისტიკური თუ სამყაროსეული თუ გინდაც ფსიქოლოგიური ნარები. აი ნახეთ კიდე რას გეტყვით ამაზე. მე გამომიცდია სხვადასხვა ფსიქოთერაპევტებთან სხვადასხვანაირი ურთიერთობა, თერაპიულიც, ტრენინგებიც, სუპერვიზია, ინტერვიზია, კოლეგები, აი ძალიან ბევრი რაღაცა გამომიცდია და ძალიან მიჭირს ხოლმე აღწერო რას აკეთებს ეს ხალხი, ანუ 1-2 ყოფილა, რომ აი ნეტა შემეძლოს მეთქი დავაფიქსირო, რომ ეს ადამიანი არის გენიოსი. მაგრამ ვერ ვაფიქსირებ, რომ გენიოსია. იცით რატო? იმიტომ რომ არაფერი არ არის იქ ხელმოსაჭიდი და აღსაწერი, სიტყვებით გამოსატანი, როგორ გითხრა, ფაქტი და ექშენი არ არის. სიცარიელეა ხოლმე. რაღაცნაირ სიცარიელეს და სივრცეს ისეც შექმნის ხოლმე, აი ხა ერთ-ერთი მიდგას თვალწინ და ისეთნაირად არის ჩუმად და ისე გისმენს და იმხელა, როგორ გითხრა, ველი გაქვს. არანაირ მისტიკით ამას არ ვამბობ ახლა, რომ შენი თავი გამოხატო, რომ შეიძლება ლაპარაკობდე და გიკვირდეს, რომ ამას ვამბობ ახლა მე, ანუ რამხელა ადგილი დაგიტოვა სამყაროში თვით გამოხატვის. მაგრამ აი ახლა ამაზე მეტი ახლა რაც თქვი, ვერ ვიტყვი, ან როგორ გააკეთა, ან როგორ დაჯდა რომ ეს ექნა, ან იცით რა ქნა, შინაგანად განეწყო, რომ მე შენ აჰა, გაძლევ სივრცეს, მიდი გაიშალე. შინაგანი განწყობა აქვს, მაგრამ კონკრეტულად რას აკეთებს, რომ ესეთი განწყობა ესე კარგად გამოსდის, ეგ არ ვიცი, ალბათ ვკითხავ. მაგრამ რაც არ უნდა ვკითხო, მაინც მიუწვდომელი დარჩება რა, რაღაცნაირი დიდოსტატობაა, რომელიც ასე მთლად სიტყვებით არ აღიწერება. ამიტომაც ეს რაღაც ის რო არის, რა ქვია, დუმილი ოქროა და ლაპარაკი, ბრძნული ლაპარაკი ვერცხლიო და როგონიათ რომ უნდა მოკეტო და ჩუმად იყო, ეგ მაგას არ ნიშნავს. რეალურად ეგ ნიშნავს იმას, რომ დუმილის დროს იძლევი სივრცეს და სიცარიელე შემოგაქვს. სამყაროში, სადაც ისმის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხმები, ვიდრე ექშენი, ყვირილი, ჩხუბი და ასე შემდეგ. ეს არის, ეგ მაგ დუმილზეა საუბარი და არა იმაზე, რომ მოკეტო და ხმა არ მოიღო. იმიტომ რომ ახლა ამ ლაივს დავასრულებ ესეთი რამით. გამოსავალი რაშია, ხო? აი ტრავმა ჩვენ ალბათ ყველას მოგვადგა, ზოგს ცოტა ნაკლები, ზოგს ცოტა მეტი, ზოგს ძალიან დიდი სამწუხაროდ და ძალიან წუხარო ესეთია ეს სამყარო. მაგრამ ფაქტია, რომ ახლა აქ და ამჟამად კი შეიძლება უკეთესი იყოს ნამდვილად და ამისთვის რესურსები არ უნდა დავიშუროთ, რომ უკეთესი გახდეს, მაგრამ ახლა ამ წუთში ასეთია. და დღესაც ირგვლივ სადაც ვიყურები, ისე მიმდინარეობს ტრავმის მიყენება, რომ არც კი ცნობიერდება. პატარა ბავშვს მაგალითად ნუტირი ხარ, თორე დაგტოვებ, ესე ეუბნება დედა, 2 წლის ბავშვს. და ან როგორ გითხრა, ბავშვი ტირის წაიქცა და ეშინია, ან ძაღლის ეშინია და მშობლები იცინიან, რომ რა რისი გეშინია, დასცინიან. ანუ აბსოლუტურად გათიშულია ის ზუსტად ის სივრცე, რაზეც მე ვსაუბრობდი, რომ არის 64-ეული, ნახე სივრცის მიცემა. რომ ტირი ხარ, აბა როგორია ეს, რა ხდება, როგორია ეს შენი განცდები აქ და ნუ ტირი ხარ, კაცო, თორე დაგტოვებ აქ და წავალ, ნახე, ჩავჭერი სივრცე. აღარ არის იქ არაფრის ადგილი არ დავტოვე. ხო? და ასე მიმდინარეობს ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრჯერ ქუჩაშიც მინახავს ეს და თქვენს გინახავთ ალბათ.
და ეს იმიტომ ნამდვილად არ გეთდება, რომ მშობელმა გადაწყვიტა, რომ ეს შვილი დატრაუმოს. ეს არ არის მისი გადაწყვეტილი, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან უყვარს თავის შვილი, ისე როგორც შეუძლია. მის არაცნობიერს ყოველ შემთხვევაში დატეული აქვს უდიდესი გრძნობა შვილის მიმართ. უბრალოდ რა ვქნათ რა, ამაში დავიბადეთ ყველა. და მას გამოსავალი რაშია და ტრაუმის ერთ-ერთი გენიოსი თერაპევტი არის გაბორ მატე, რომელმაც მოიყვანა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი მეცნიერული. და სანამ ამ მაგალითზე გადავალ ერთ რამასაც ვიტყვი ტრაუმაზე, რომ აი ნახე კიდე ტრაუმა როგორ გამოიხატება, როგორ მიხვდე, რომ შეიძლება ტრაუმა გაქვს ცხოვრებაში. ნუ კიდე ძალიან ბევრია, მაგრამ ეგ ყველა რო ჩამოთვალო, ეს ლაივი აღარ დასრულდება. და ახლა ნახეთ, აი მე ვარ და არის რაღაც, რაც მე მინდა და მჭირდება. და ჩემსა და ამ რაღაცამდე არის ბარიერი, რომელსაც ვერ ვლახავ, ვერ ვაკეთებ. გაჩერებული ვარ, ხელფეხი მაქვს შეკრული. აი ნათლად ხედავ, რომ არ ვიცი, მინდა, არ ვიცი, რაღაცის სწავლა და გულს ვერ უდებ ამას. კონცენტრაცია არ მაქვს, ნებელობა არ მაქვს. რომ უნდა მესწავლა, წავალ და დავლევ რაღაცას და ვთვრები პირობითად იმის ნაცვლად, რომ მესწავლა. ან, რა ვიცი, ადამიანი მიყვარს და მინდა რომ მივიდე და უთხრა რომ მიყვარხარ და ამის მაგივრად ვერ ვაკეთებ ამას, ნახე, ბარიერი მაქვს რაღაცა და იქ წარმოვიდგენ, რომ ეს უარს მეტყვის და ეს ცუდად მომექცევა და მიმატოვებს და ან იმის მაგივრად რომ უთხრა მიყვარხარ, რომ მივდივარ ისევ და რაღაცებს ვიყნოსავ, ან არ ვიცი, ვეწევი, ან რაღაცებს ვაკეთებ, წიგნებს ვკითხულობ, ან საერთოდაც ვმუშაობ, ნახე. ანუ იმის ნაცვლად, რომ ჩემი საჭიროება და სურვილი, რასაც ვხედავ და ვგრძნობ. ესეც ვარიანტია, ხო? არის ვარიანტი, რომ ვერ ვხედავ, ვერ ვგრძნობ და არაფერი არ ვიცი რა მინდა ვაფშე რა ხდება ამ ცხოვრებაში. ეს ბუნდოვანების რეაქცია. და არის რეაქცია, რომ ყველაფერსაც ვხედავ, მაგრამ გაჭედილი ვარ რა. ვერ ვაკეთებ. ესეც ტრაუმის ერთ-ერთი ფორმაა და გაგეცინებათ რა მარტივი რაღაცაა ერთი შეხედვით გამოსავალი აქედან. პირველი ნაბიჯი, რომელიც აი ყველას შეუძლია მართლა რომ გააკეთოს, არის ლაპარაკი ამ ყველაფრის ირგვლივ. ვილაპარაკოთ, მოდი. ეხა პარასკევს მაგალითად მაქვს ღია შეკრება, ისე ღია საუბრები, თემით სათქმელის თქმა, ესე დავარქვი. და მოდი ვთქვათ, რაც არის სათქმელი. იმიტომ რომ გაბორ მატემ მოიყვანა მეცნიერული კვლევა, რომელშიც სხვადასხვა ძალადობრივ გარემოში მყოფი ქალები იყვნენ, 30 წელი აკვირდებოდნენ ამ ქალებს. და იყვნენ ქალები, რომლებიც თავიანთ ტკივილებზე ლაპარაკობდნენ მეგობრებთან, არ ვიცი, ამხანაგებთან, სოცქსელში, თერაპიაზე, მშობლებთან, არ აქვს მნიშვნელობა. და იყვნენ ქალები, რომლებიც არ იღებდა ხმას და იხვევდნენ გულში. და 30 წლის ინტერვალში ძალიან დიდი მკაფიო განსხვავება დადგა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ისინი, ვინც ლაპარაკობდნენ, იყვნენ უკეთ. და ვინც ჩუმად ითმენდა, იყვნენ ძალიან ცუდად, მათ უკვე ფსიქოსომატური დაავადებები ჰქონდათ დაწყებული. და ამათ, ვისაც მსგავსი ტრაუმული გარემო ჰქონდათ, მაგრამ ლაპარაკობდნენ ამ გარემოზე, ხო? ზოგიერთი ჯანმრთელი დარჩა, არც კი დაავადდნენ. აი რამხელა რამეა, მაგრამ აქ ეხა რა ჩანს, ნახე? ლაპარაკობდნენ, ოკეი, მაგრამ ეს ის კი არ არის, რომ ის ხალხი, ვინც გულში რამე ჩაიკლა და ჩაიხარშა, მათ არ უნდათ ლაპარაკი, უნდათ. მე მჯერა, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ უნდა სათქმელის თქმა. უბრალოდ სამწუხაროდ მეორე მხარეს არ აღმოჩნდა არავინ, ვინც დატოვებდა სივრცეს, რომ ამას ელაპარაკა. და ამიტომაც არის, რომ ბუდა ზის და აქვს დიდი ყურები. ძალიან დიდი ყურები აქვს ბუდას. იმიტომ რომ ის უსმენს სამყაროს. მას შეუძლია მოქცეს სივრცე, რომ შენ ილაპარაკო და გამოხატო. იმიტომ რომ ამ გამოხატვაში და გაზიარებაში არის ტრაუმიდან გათავისუფლების გზა. იმიტომ რომ ამას შენი ნებით აკეთებ. თერაპიაც ზუსტად ეს არის. რაღაცები დამემართა ცხოვრებაში უნებლიეთ, რამაც მადგინა. მე ხა მოვალ თერაპიაზე და ჩემი ნებით, ამა და ამ საათზე, ამა და ამ დროს შევეხები ამას ჩემს თავში. გავაზიარებ თერაპევტთან, რომელსაც იმედია, რომ აქვს მახვილი სმენა, მოსმენის უნარი და მაძლევს სივრცეს, რომ ეს გავაკეთო. აი ამას გისურვებთ ყველას
და მეგობრობაშიც და ურთიერთობებშიც ესეთი ადამიანის პოვნას, რომელიც კი გესაუბრება ეგ შენია ერთობით და ასე შემდეგ და სადღაც რაღაც მომენტში იძლევა ძალიან დიდ სივრცეს, რომ შენ თქვა, რაც გაგსათქმელი. და ასევე გისურვებთ, რომ თქვენც იყოთ ესეთი მსმენელი ყურები ზოგჯერ. და ამ ყველაფერს ახლა წეღარ ვთქვი, ეს ლაივი აღარ დასრულდება, თქო ძალიან საინტერესო იყო ეს. ნახე რა მოიტანა. ყველაფერს რაც ჯანსაღად მიმდინარეობს, აქვს დასაწყისი, განვითარება და დასასრული. და ტრავმას რა ახასიათებს? დაიწყება და ტრიალებს, არ სრულდება. ტრიალებს გამოცდილება. ნევროტულად ტრიალებს. და აი რაღაცა მათქმევინა, ესე შემახსენა ახლა, რომ ეს გაზიარებებიც, რომელიც თერაპიაზე ხდება, ან მეგობრებთან ხდება და ასე შემდეგ. შეიძლება ხასიათდებოდეს იმით, რომ არ უნდა ადამიანს რომ გაჩერდეს, უნდა რომ ატრიალოს, კიდევ თქვას, ერთი თუ დაიწყო საუბარი. და ესეც მატრაუმირებელია. იმიტომ რომ ტრავმას არც დასაწყისი უკითხია ჩვენთვის. და არც ის უკითხია, რომ ტრიალებს. ამიტომაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ პირიქით. ჩვენი ნებით უნდა დავიწყოთ. და ჩვენი ნებით უნდა შევაჩეროთ მისი ტრიალი ზოგჯერ. და კი არ კონცენტრირდეთ სულ მასზე 24/7-ზე და ვატრიალოთ, რომც გარეთ გამოვხატავდეთ. არამედ რაღაც მომენტში საკმარისია შენი დრო. ეხლა ჩემი ცხოვრების დროა ისევ. ნახე, დასრულებაც დროული დასრულება არის ტრავმიდან გამომყვანი გზის ნაწილი. ამიტომაც აი ამ საზღვარსაც და მის შეგრძნებასაც გისურვებთ და საინტერესო დღეს. ვაანონსებ ფსიქოშემეცნებით კურსს, რომელზეც დარჩენილი არის 2 ადგილი, 1 ფასდაკლებული და 1 სტანდარტული და შემოუერთდით ფსიქოშემეცნებით კურსს და საკუთარი ფსიქიკის ცნობიერი რუკა დასახეთ. ჩემთან ერთად სულ 10 შეხვედრა არის და ამ 10 შეხვედრის შემდეგ ცხოვრებას შეგიძლიათ შეხედოთ ახალი, უფრო მკაფიო მზერით, ურთიერთობები გახდეს უფრო მარტივი და საინტერესო და სასიამოვნო. იქ შეიძლება ძილის პრობლემები მოგვარდეს, შეიძლება საკუთარი წამყვანი კონტაქტის სტილი და დაცვის მექანიზმი იპოვოთ და მასთან გამკლავების ხერხები. არ არის გამორიცხული, რომ ძალიან დიდი ნიჭისა და შთაგონების მოზღვავება მოვიდეს. ალბათ ღირს ცხოვრებაში, რომ 10 შეხვედრა ამაზე გამოყო და შენი ცხოვრება აი აქეთკენ შეცვალო, შეატრიალო კურსი და წახვიდე წინ და წინ განვითარებისკენ. აბა, დამიკავშირდეთ პირად მესიჯში და ჩაგწერთ, ორ შაბათს ვიწყებთ. დროებით.